სანამ ქანებს შევეხებით, ერთი მარტივი კითხვა: თუ ის მყარად გამოიყურება, აუცილებლად მაგარია? არა, ეს ყოველთვის ასე არაა. მაგარი და რბილი ქანები ერთმანეთისგან არ განისაზღვრება მხოლოდ სიძლიერით ან ფორმით. მოდი გავარკვიოთ, რა არის განსხვავება მათ შორის და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა მშენებლობაში, ბუნების პროცესებში და გეოლოგიაში. ქანების სიმაგრე და სირბილე ყველაზე ხშირად დაკავშირებულია მათ მდგრადობასთან მექანიკური ზემოქმედების მიმართ, ანუ რამდენად მარტივად იშლება, იბზარება ან იფშნება ისინი. მაგარი ქანები, მაგალითად გრანიტი, ბაზალტი, ქვიშაქვა. აქვთ ძლიერი შიდა სტრუქტურა. შედგებიან მჭიდროდ შეკრულ მინერალთა კრისტალებისგან. რთულად იშლება ქიმიური, მექანიკური და ამინდის პროცესების დროს. ხშირად გამოიყენება მშენებლობაში და სამრეწველო მიზნებისთვის. რბილი ქანები, მაგალითად თიხა და კირქვა. შედგებიან სუსტი შეჯგუფებული ნაწილაკებისგან. უფრო ადვილად იშლებიან. ხშირად წარმოქმნიან ეროზიულ რელიეფებს. განსაკუთრებით რეაგირებენ ტენიანობაზე. ვულკანურ ფერდობებზე გრანიტი ძნელად იშლება, ხოლო უკვე დაშლილი ფენა მარტივად ირეცხება წვიმის დროს. სახლის საძირკველისთვის გრანიტი უპირატესია, მაგრამ რბილი ქანები სასარგებლოა, როცა გვირაბის გაჭრა ან მოდელირება გსურს. არქეოლოგიური ფენების შესწავლისას ხშირად რბილი ქანები გვხვდება, იმიტომ რომ მათში არტეფაქტების შენარჩუნება უფრო იოლია. მოკლედ რომ ვთქვათ, ქანის მაგარი ან რბილი ყოფნა დამოკიდებულია მის შიდა სტრუქტურასა და ფიზიკურ, ქიმიურ თვისებებზე. ეს ცოდნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გეოლოგისთვის, არამედ ინჟინრისთვისაც, არქიტექტორისთვის და ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან ან მშენებლობასთან შეხება აქვს. გსურს მეტი გაიგო ქანებზე, მინერალებზე და დედამიწაზე? გამოიწერე გეოკორი და გაემგზავრე ჩვენთან ერთად გეოლოგიის საოცარ სამყაროში.